საღამომშვიდობის მე ვარ მიშა სესიაშვილი, ეს არის მთავარი შაბათს და დღეს საღამოს მოგიყვებით. სად მიდის გაღარიბებული პრემიერ-მინისტრი? ვინ არიან ქურდები, ვისაც ოცნებამ წინა საარჩევნო თემების დაალაგება დაავალა და როგორ მდიდრდებიან თქვენი ფულით ადამიანები, ვინც წესით თქვენ უნდა გემსახურებოდნენ? დავიდრეთ დღევანდელი გადაცემის მთავარ თემებზე გადავალთ. გეტყვით, რომ რამდენიმე წუთის წინ არაფრიზელ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დოლაბაურის ქუჩაზე მცხოვრებ ომის ვეტერანს მიუვარდა და ოჯახს დაემუქრა და აგინა. საუბარია დეპუტატ ემზარ კვიციანზე. დეტალებს არკვევს ნინა მაჩაბელი, ჩვენი კორესპონდენტი, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვეტყვის, რა მოხდა დოლაბაურის ქუჩაზე. ნინა, სად არის ემზარ კვიციანი და რა ვითარებაში განვითარდა ეს კონფლიქტი? მიშა, ინციდენტი დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი ემზარ კვიციანი შეიჭრა მეტრეველების კუთვნილ საცხოვრებელ ფარდში და ის ამტკიცებდა, რომ ეს ბინა სწორედ მას ეკუთვნოდა. რეალურად კი რეალურად კი ეს ტერიტორია ეკუთვნის სახელმწიფოს და მას შემდეგ, რაც ემზარ კვიციანი მივიდა ამ სახლში, ოჯახის წევრებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. ემზარ კვიციანი პოლიციის მოსვლამდე გაეცალა ტერიტორიას. ამის მერე უკვე 2014 წელს ემზარ კვიციანს ჩამოართვეს ეს კუთვნილი საცხოვრებელი ბინა და ეს ბინა 2016 წელს გადაეცა უკვე მეტრეველების ოჯახს. ამ დრომდე ეს ოჯახი ცხოვრობს ამ ბინაში და ემზარ კვიციანი, როგორც უკვე გითხარით, ემზარ კვიციანმა დატოვა უკვე ტერიტორია. ჩემო მეგობრებო, შეხედეთ, ეს ჩემი შენ ლაიქში როდის ახალ ვერახდები შეუძლია ჩემი დარგულიაო რა ვისწავლია ლაიქს სადარია რა შემოყალათ შენ რუსეთის აკეთო გამიტრიათი პირდაპირ ეხაში გაატროს ვიზახებ ფიშავ ყველაფერს ეხა პატრული ფიშავ ყველაფერს აბსოლუტურად შენ ჩემსახში შემოიჭერე მოიცანო შენ სახში შემოიჭერე საბუთი მომენტი საბუთი შენ სახლი ვარ იყოს ესად პატრულმა რომ გააბრძალოს კარგად თუ შენ კაცი ხარ და ოდნავ ვასკაცობა და მითხარი და იქ მოვდივარ სადაც შენ ახლა შენ არის წიმე ვინა ვარ იცოდე შენ ხვდი თორე გადასკიდირე ბორცა და გათავდა თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ბრძანდებით ოფიციალურად რომ გითხრათ, აი რა ხდებოდა? მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ემზარ კვიციანი უკვე პრესს მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ნასვამ მდგომარეობაში შემოიჭრა, უწმაწურ სიტყვებს იძახდა და იძახდა, რომ ესა დაუძახეთ ომარი მეტრეველს, რომ იმალებოდა ომარი მეტრეველთან უნდა დაუშუალოთ. ანუ პროვოკაციაზე იყო მოსული. აი ნახეთ, ვიღებ ყველაფერს ვიღებ. ეს არის ჩემი ეზო, ეს არის ჩემი სახლი. აქედან გავასვენე დედა ჩემი და ეს რახან დედა გაასვენა ამ სახლიდან სიტყვაზე ვიძახი, იმას ნიშნავს, რომ სახლი მას ეკუთვნის. მე 4 ბიჭი მეყოლა ამ ბინაში. მაგით სხდება, ვისია სახლი და ვისი არა. თვითონვე გაასაჩივრა შარშან თუ რამდენიმე თვის წინ, რომ ეს ბინა და სასამართლო დავა მიმდინარეობდა, რომელიც წააგო და სასამართლომ გასცა პასუხი, რომ მას არავითარი შეხება ამ ბინასთან არ აქვს. ამ წუთებში ომარ მეტრეველის მეუღლე ნინო მეტრეველი იმყოფება ისენ სამგორის პოლიციის განყოფილებაში. დაკითხვაზე ჩვენ ვრჩებით ბუნებრივი ადგილზე და ველოდებით ემზარ კვიციანს მოვა თუ არა ის გამოკითხვაზე, თუმცა ჩვენ მანამდე დაუკავშირდით მას მობილურით, თუმცა მან ამ კითხვაზე პასუხი არ გაგვცა. მოგითხარით დამაცადე მეთქი ცოტა ხანი და მეტრეველების სახლში შეიჭერით თქვენ და სამართალდამცავებმა დაგიბარეს გამოკითხვაზე. ერთი წუთით თქვენ მიგზამდებით. მე ჟურნალისტი ვარ, ბატონო ემზარ. ვინ ჟურნალისტი რა ქვია ვეჩატი? თავარი არხის ჟურნალისტი ვარ, ნინა მაჩაბელი. თავარი არხი დასვიდანია. კარგად იყავით. ბატონო ემზარ, დაგიბარეს გამოკითხვაზე. თქვენ მეტრეველი ხართ ერთი და იგივე ქვეყნის გამკითხველები და კარგად იყავით. მეტრეველების სახლში რატომ შეიჭერით, ბატონო ემზარ? მეტრეველების ოჯახის განცხადებით ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია დეპუტატის მხრიდან და ისინი ასევე აცხადებენ, რომ ეს კვიციანების მხრიდან პირველი შემთხვევა არ არის.
ნინა მაჩაბელი საუბრობდა ინციდენტზე, რა დროსაც დეპუტატი ემზარ კვიციანი არაფრიზელ მდგომარეობაში მიუვარდა ომის ვეტერანს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და იმუქრებოდა. საინტერესოა დაინტერესდება თუ არა სამართალდამცავი უწყება დეპუტატის პოზიციით, რომელსაც სხვათა შორის სადეპუტატო მანდატი და იმუნიტეტი იცავს. ჩვენ კი გადავიდეთ დღევანდელი გადაცემის მთავარ თემებზე, რა ქონებით მიდის გიორგი გახარია მთავრობიდან. თუ კი სხვა მაღალჩინოსნების შემთხვევაში პირადი სიმდიდრე კარიერესთან ერთად ზევით მიდის ხოლმე, მოსკოვიდან დაბრუნებული იურისტის შემთხვევაში რატომღაც მოხდა პირიქით. თავდაპირველად მისი დეკლარაციიდან რუსეთში დაგროვებული აქტივები გაქრა, შემდეგ უკვე საქართველოში შეძენილი ქონებაც საეჭვოდ გაიყიდა, ფული ბანკში შეინახა და ოჯახი საერთოდ ქირით გაიყვანა. კითხვები არაერთი ჩდება ამ საქმეში გარკვევაში კი ახლა ნათია ტრაპაიძე დაგვეხმარება პირდაპირ ეთერში, რომელიც ჩვენი სტუმარია. საღამოშვიდობის ნათია. მე თქვი კიდევაც ჩემს შესავალ ტექსტში რომ პირიქით ხედავთ ხოლმე, როდესაც ძალიან სწრაფად დიდრდებიან. ამ შემთხვევაში მოხდა სრულიად საწინააღმდეგო. რატომ არის ეს შემთხვევა უცნაური და რას შეიძლება თეორიულად მალავდეს საქართველოს პრემიერი? ხო, საინტერესოა გიორგი გახარიას შემთხვევა, იმიტომ რომ როგორც ჩვენ თქვი, ჩვენ გვაქვს მაგალითები, როდესაც პრემიერის პოსტზე მოდიან ადამიანები, რომლებიც მოცემულ ეტაპზე არიან დიდრები და პრემიერობის დასასრულს შეიძლება იყვნენ უფრო მდიდრები. ყოველ შემთხვევაში არ ღარიბდებიან. გიორგი გახარიას შემთხვევაში მოხდა საპირისპიროდ, ის გაღარიბდა და ამ მოცემულ ეტაპზე მის სახელფასო ანგარიშზე არის მხოლოდ 99 ლარი და 41 თეთრი. 41-იც ალბათ სიმბოლურია, რაც დარჩა დეკლარაციის შევსების მომენტში. საინტერესოა ეს შემთხვევა, იმიტომ რომ გიორგი გახარია ყოველწლიურად ღარიბდება მისი დეკლარაციების მიხედვით. ჯერ მისი დეკლარაციებიდან გაქრნენ ოჯახის წევრები, დედა და მამა და ასევე მათ სახელზე რიცხული ქონებები და როგორც ირკვევა, მამა უფრო მდიდარია ვიდრე გიორგი გახარია და ამის შემდეგ უკვე მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ქონებებიც აღარ არის. არის ერთ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელიც გაიყიდა საკმაოდ ძვირად, თუმცა მაყურებელი ნახავს რეპორტაჟშიც ადგილი, რომელიც 720,000 ლარი დაუჯდა მყიდველს, არ ღირს მე მგონი იმდენი, რაც გადაიხადა მყიდველმა. მხოლოდ ამ მიწის საფასური არის დეპოზიტზე დადებული ახლა და მას ყოველწლიურად ერიცხება სარგებელი. მოდი ვნახოთ რეპორტაჟი, რომელიც ნათია ტრაპაიძე მოამზადა და სადაც ჩემი აზრით ან მინიმუმ პრემიერი რაღაცას მალავს. არა, ალბათ უფრო ეჭვი საფუძველს იძლევა ის, რომ მალავს და არა ის, რომ მართლა ღარიბია გიორგი გახარია. რაღაცისთვის ემზადება, ეს ვერსიაც არსებობს. მოდი ვნახოთ, როგორ გამოიყურება საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერ-მინისტრის ქონებრივი მდგომარეობა. რაღაცა ნაწილში მეც ვღარიბდები, რომ სახელმწიფო სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკდება. ხარ აგინდათ მოგიყვეთ, ჩემ წინა ცხოვრება შემოსავლები რამდენი მქონდა? 2015 წლის შემდეგ. დიახ. ქონებრივი დეკლარაციით პრემიერი ისეთი გაღარიბებულია, რომ საკუთარი საცხოვრებელი ფართი არც მას და არც მის მეუღლეს აქვს. თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. წინა წლების დოკუმენტებში გიორგი გახარიას მასზე რეგისტრირებული საკუთრებაც ერიცხებოდა და სხვადასხვა ბანკებში რამდენიმე $1000 დეპოზიტებიც. 2015 წლამდე მის დეკლარაციაში იყვნენ მისი მშობლებიც. დოკუმენტის მიხედვით კი ის ოჯახთან ერთად მამის ზაურ გახარიას სახლში ცხოვრობდა ამაღლების 12 ნომერში, რომლის რემონტშიც 2013 წელს $110,000 დახარჯა. ეს სახლი მის დეკლარაციაში აღარ ჩანს. ჩვენ ვართ დაცვის თანამშრომლები. ჩვენ ეგ ყველაფერი არ გვიხდება. გთხოვთ კამერა გამოვხდეთ. კი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური შემსრულებელი. პრემიერი გამცხოვრებს გთხოვთ კამერა გამოვხდეთ. ამაღლების ქუჩაზე ამ ფეშენებელურ სახლში გახარია აღარ ცხოვრობს, თუმცა სახელმწიფო დაცვა იქ მაინც მორიგეობს. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ პრემიერი გახარია სხვაგან საცხოვრებლად 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებისას გადაიყვანეს. პრემიერი აღარ ცხოვრობს. აღარ? სამბები დაიწყო. რომელი ამბები? აი, დადრიჯები რა, თუთათია. 20 ივნისში შევდა? მისი მშობლები? საცხოვრობს ახლა პრემიერი გახარია უცნობია. წლევანდელი декларациით მხოლოდ იმის დადგენაა შესაძლებელი. Его фамилию я знаю. Заур. Заури купили этого, да? Заур отец этого Гахария. Да. Купили этого факт. Да, он здесь бывал и не один раз. Я даже от других людей слышу, что оформлена на невестка. გახარიების ოჯახში, როგორც ჩანს, მხოლოდ პრემიერი ღარიბდება. გიორგი გახარიას მამა 2014 წლიდან სიღნაღის რაიონში სასოფლო სამეურნეო მიწებს ყიდულობს. ამ დროისთვის ის სოფელ ხორნაბუჩში უკვე 280,000 კვადრატული მეტრის მიწის ფლობელია, რომლის ნაწილზეც ნუშის ბაღები აქვს გაშენებული.
რამდენად სარწმუნოა პრემიერის გაღარიბება და ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებული მონაცემები ინდივიდუალური შეფასების საგანია. დეკლარაცია გარკვეულ კითხვის ნიშნებს იმ ადამიანებსაც უჩენს, ვინც ქართულ ოცნებაში მაღალ პოზიციებს იკავებდნენ. ვინმე იტყვის, რომ გახარიას და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერების ქართული ოცნების მონაწილეობის გარეშეა დღეს ესეთი აღებმიცემობა საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით არ ბადებს ეს ეჭვს უბრალოდ ეჭვს ნორმალურ საზოგადოებაში რაღაც რო ბადებს იქ მერე პროკურატურა გამოჩნდება ნორმალური რომელიც გამოიძიებს და ნორმალური სასამართლო რომელიც ვერდიქტს გამოიტანს ნორმალური ჩვენს პირობებში არც ერთია იმიტომ რომ ყველგან მოახერხა ივანიშვილის აი ესეთმა პოლიტიკურმა საცეცებმა რომ არათუ პრემიერი გახარია არამედ სადა ვისაც კი მიწვდა ყველა გასვარა ვისაც კი მიწვდა და ვინც ეს იკადრა რა იკადრა და ასე გამოიყურებოდა გაღარიბებული გახარიას ქონებრივი მდგომარეობა სხვათა შორის მასზე წინასაარჩევნოდ ივანიშვილი ალბათ ფსონს აღარ დადებს მაგრამ თავარი დასაყრდენი ივანიშვილისთვის და ქართული ოცნებისთვის ისევ ქუჩა და კრიმინალური ავტორიტეტები იქნებიან. თავარმა გაარკვია, რომ ერთ-ერთ ასეთ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს პირადად გიორგი გახარიას დავალებით ქართული პასპორტი პირდაპირ რუსეთში გაუგზავნეს. იმის სანაცვლოდ, რომ ვინმე იკა როსტოვსკი ხელისუფლებას სამეგრელოში საარჩევნო თემების დალაგებაში დაეხმარება. იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ასეთი არაფერი მომხდარა, მაგრამ ფაქტები ჯიუტია, მათი გადამოწმება კი ძალიან მარტივი. ეკა გაგუა დაგვეხმარება ამ საქმეში უკეთ გარკვევაში ეკა ჩვენ სტუდიაშია უკვე ეკა როგორც წესი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები რამდენადაც მე მესმის ყოველთვის ხელისუფლებასთან რაღაცა კონტაქტებს და ურთიერთობებს თავს არიდებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული პირი დათანხმდა ამას. რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა მას ქართული პასპორტი და საქართველოს მოქალაქეობა. მიშა როგორც ჩვენ გავარკვიეთ ეს არ არის სხვათა შორის ერთადერთი შემთხვევა როდესაც კრიმინალური ავტორიტეტები ქართული ოცნების ხელისუფლებისგან იღებენ საჩუქრად საქართველოს მოქალაქეობას. ბუნებრივია ჩვენს გაგვიჩნდა ამ სიუჟეტის მუშაობის დროს ეს შეკითხვა და როგორც გავარკვიეთ არის ძალიან მარტივი პასუხი. რუსეთში მცხოვრებ კანონიერ ქურდს ჭირდება სამოძრაოდ საქართველოს პასპორტი, იმიტომ რომ რუსეთის მოქალაქეობა მას არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ის თავისუფლად გადაადგილდეს იგივე ევროპის ქვეყნებში ან თურქეთში, რომელიც სხვათა შორის კრიმინალური ავტორიტეტებში საკმაოდ ისეთი მიღებული ქვეყანა არის და აქედან გამომდინარე მას ჭირდებოდა საქართველოს მოქალაქეობა და აი ეს მარტივი გარიგება დაიდო ხელისუფლებასა და კანონიერ ქურდს შორის. ახლა სად არის კონკრეტული კანონიერი ქურდი, მაგრამ რომ არა ალბათ რომ არა კორონავირუსი ალბათ ამ პასპორტით თურქეთის რომელიმე კურორტზეც დაისვენებდა. ვნახოთ როგორ გამოიყურება სქემა, რომლის მიხედვითაც კანონიერ ქურდს პასპორტი საჩუქრად გაუგზავნეს და კონკრეტული დავალებები უკვე მისი გავლით ქუჩის ავტორიტეტებამდე მიიტანეს. ეს რუსეთში მცხოვრები კანონიერი ქურდი ირაკლი ჯაბუა, იგივე იკა როსტოვსკია. რუსეთისა და საქართველოს დანაშაულებრივ წრეებში მას კარგად იცნობენ. არაერთხელ გამხდარა კრიმინალური ქრონიკის გმირიც. Где зарегистрирован? Нигде. Где проживаете в настоящее время? Нигде. Гражданином какой страны являетесь? Никакой. ეს იყო ადრე, ვიდრე საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი კანონიერ ქურდს იკა როსტოვსკის საქართველოს მოქალაქეობას არაჩუქებდა. კრიმინალურ ავტორიტეტს საქართველოს მოქალაქის პასპორტი რუსეთში გაუგზავნეს. პასპორტი 2019 წლის 5 სექტემბერს არის გაცემული. გახარია მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინდელი გიორგი გახარია აი ესე ბლატებით ფაქტიურად უფეშკაშებს საქართველოს პასპორტს და მოქალაქეობას შესაბამისად ვიღაც კრიმინალურ ავტორიტეტს. გიორგი გახარიას რა დავალება შეასრულა იკა როსტოვსკიმ, რის გამოც მას საქართველოს მოქალაქეობა აჩუქეს. მურთა ზოდელავამ ზუსტად იცის, რომ 2019 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სწორედ ამ კანონიერმა ქურდმა შეკრიბა ზუგდიდელი კრიმინალები ქართული ოცნების სასარგებლოდ. ჩვენი ინფორმაციით აქტიურად იქნა გამოყენებული 2019 წლის თვითმმართველობის არჩევნების ზუგდიდში. თავარი გამყალბებელი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინდელი გახარია.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ კრიმინალურ ავტორიტეტთანაც მოლაპარაკებები მან აწარმოა, მან თხოვა მხარდაჭერა და ამ მხარდაჭერის მიღების შემდგომ უკვე 2019 წლის უკვე 5 სექტემბერს ასრულებს ამ ვალდებულებას მის წინაშე და აძლევს მას საქართველოს მოქალაქის პასპორტს. დავალებებს რუსეთში მცხოვრები კანონიერი ქურდი სამეგრელოს კრიმინალურ სამყაროს ტელეფონით აძლევდა. მთავარმა არხმა შეძლო ამ სქემაში მონაწილე ერთ-ერთი ადამიანის ჩაწერა, რომელიც გვიყვება რა ფორმით იყო ჩართული იკარასტოვსკი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში. ბოლო არჩევნების დროს მქონდა შეხება, ჩვენი საერთო მეგობარი მოვიდა იკაკოსგან და რაღაც დავალებები მივიღეთ, არჩევნების და ჩვენს პონჩი რაღაც იქ უბანში რაღაც უნდა გაგვიკეთებინა. კაროჩე რო გითხრა, ოცნებისთვის უნდა გვიჭირა მხარი რა იქ უბანში, მაგათ მხარდამჭერები ვინც იყო, უნდა შევგვიგროვებინა, და უნდა მიგვეცა იტოქში ოცნებისთვის მხარი, უნდა გაემარჯვებინა ოცნებას, იმიტომ რომ რაღაცებს დააკვირდა იქ ჩვენს და იმასაც დააკვირდნენ. ქართულმა ოცნებამ კანონიერ ქურდს დაპირება არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეუსრულა. ის უკვე საქართველოს მოქალაქეა და პასპორტში რეგისტრაციის ადგილიც მითითებული აქვს. ზუგდიდი, დემნა შენგელაიას ქუჩა. მითითებულ მისამართზე მივედით. სახლში კანონიერი ქურდის ნათესავი დაგვხვდა. სწორედ მან გითხრა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში ირაკლი ჯაბუა საქართველოში დაბრუნებას ცდილობდა. თუმცა მასჯერ საქართველოს მოქალაქეობა მიღებული არ ჰქონდა. იქვე ბელარუსიაში დააბრუნეს უკან. ეს იყო არჩევნების პერიოდი. არჩევნების პერიოდი იყო. მართალი ხარ. შეჩერებული ქონდა ეს მოქალაქეობა და ეხა თავიდან მისცეს როგორც ვიცი. თავიდან მისცეს იქ სადეპორტოსში როცა იყო, მაშინ გაუკეთეს რაღაცა და მისცეს თავიდან. კი. საქართველოს მოქალაქეობის მსურველი საკმაოდ მკაცრ პროცედურას გადის. საბუთები იუსტიციის სამინისტროში ივსება. ადამიანის წარსული პირველად სწორედ წულუკიანის უწყებაში მოწმდება. შემდეგ საქმეში კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ერთვება. როგორც წესი, მოქალაქეობის მსურველთა 90%-ს საქართველო უარს ეუბნება. ქართულ კანონმდებლობაში საკმაოდ რთულად არის გაწერილი საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი. თითქმის ყველა საქმეზე არის უარყოფითი გადაწყვეტილება. ერთ-ერთი საფუძველი მოქალაქეობის მიღებაზე უარის თქმის არის მისი დანაშაულებრივი წარსული. ჩემთვის გაუგებარია რა მიზეზით მისცა სახელმწიფომ ამ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობა. სწორედ ამ კითხვით იუსტიციის სამინისტროს მივმართეთ. წულუკიანის უწყებაში კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრეს, თუმცა წერილობითი პასუხი გამოგვიგზავნეს, სადაც წერია, რომ ირაკლი ჯაბუასთვის საქართველოს მოქალაქეობა არ მიუნიჭებიათ. იუსტიციის სამინისტროს პასუხი გადავამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ წულუკიანის უწყება ცრუობს და ირაკლი ჯაბუა საქართველოს ამომრჩეველთა სიაშიც კი იძებნება. ეს მხოლოდ ერთი ფაქტია, რომლის დამადასტურებელი საბუთების მოძიება ჩვენ შევძელით. წყარო გვიყვება, რომ საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა და მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც უშუალოდ ალაგებდა წინასაარჩევნოდ ურთიერთობას კრიმინალურ ავტორიტეტებთან, საქართველოს მოქალაქეობა კიდევ არაერთ კანონიერ ქურდს მიანიჭა. ის რომ ქართული ოცნება ყველა არჩევნებში სწორედ კრიმინალურ ავტორიტეტებს იყენებს, ყველა მიცის. ამის სანაცვლოდ კი ზოგს ხელშეუხებლობას პირდებიან, ზოგს პრივილეგიებს და ზოგსაც საქართველოს მოქალაქეობას. დანაპირების ასრულება შავი სამყაროს წარმომადგენლებისთვის ქართულმა ოცნებამ და მისმა ლიდერებმა კრიმინალების მიერ ნაჩუქარი გამარჯვების შემდეგ დაიწყეს. მაშასე გახარია ხელსარიალი მიდის მისგან განსხვავებით მილიონერის რანგში ასრულებს მოსამართლის კარიერას. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც მხოლოდ ხელფასის სახით 1,100,000 ლარი აქვს აღებული. უძრავი ქონების სოლიდური პორტფელი დააგროვეს სხვა მოსამართლეებმა, სადაც იპოვით ალადინის სასახლეს აღმოსავლურ სტილში და მოსამართლეების ექსკლუზიურ დასახლებასაც, რომელსაც თემიდის მსახურები თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში იშენებენ. ნინო სამყურაშვილი დაგვეხმარება ახლა მოსამართლეების ქონებრივი მდგომარეობის უკეთ შეფასებაში და ამ მდგომარეობაში უკეთ გარკვევაში. ნინო, საღამოშვიდობის რატომ ეს მოსამართლეები და რატომ აღმოჩნდა საინტერესო ეს კონკრეტული პორტფელი? ახლა არის მიშა სწორედ ის დრო, როდესაც ყველა საჯარო მოხელე, მათ შორის მოსამართლეებიც აქტიურად ავსებენ თავიანთ დეკლარაციებს დიდი ნაწილი და როდესაც ჩვენ გავყევით, აღმოვაჩინეთ, რომ სოფელი თხინვალა მათთვის არის განსაკუთრებით მიმზიდველი და ძალიან ბევრს მიწის ნაკვეთი აქვს და ბევრი უკვე ითხოვს, რომ იქ მშენებლობის ნებართვა მიიღოს და ამის შემდეგ დაიწყოს სახლების მშენებლობა და მეორე ნაწილი არის უკვე აშენებული სახლები, მაგრამ არ არის
უკვე თხინვალას არ ეხება და ეს ეხება მათ შორის მილიონერ მოსამართლეებს. სახლები, რომელიც კორონა კრიზისის პირობებში შენდება და რომელიც ახლა აი ამ წუთებში ბოლო შტრიხებს ამატებს. ბოლო შტრიხებს ამატებს და ასრულებს, ეს არის ზაზა თავაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე. ზაზა თავაძე 10 დღეში დაამთავრებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას და ის არის მილიონერის სტატუსით დატოვებს მოსამართლის სტატუსს. სამოსამართლეო კარიერას ზაზა თავაძე აღარ აკეთებს. საინტერესოა როგორ იქნება მისი ანაზღაურება ამ დარჩენილ 10 დღეში. ჩვენ კი შეგვიძლია ვნახოთ როგორ გამოიყურება მოსამართლეების უძრავი ქონების საკმაოდ შთამბეჭდავი პორტფელი. თბილისში ამ ფეშენებელურ ორსართულიან სახლში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს 876,000 ლარამდე უკვე დახარჯული აქვს. 2 წლის წინ თავაძეებმა აქ მიწის ნაკვეთი შეიძინეს. 2018 წლიდან დღემდე სახლი ააშენეს და უკვე საცხოვრებლადაც იყენებენ. ახლა ეზოს მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. დეკლარაციის მიხედვით სახლის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და მისი ღირებულება სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება. ბატონი ზაზა არ არის ახლა ადგილზე? ასულია. ისე აქ ცხოვრობენ ამ სახლში? ზაზა და მისი მეუღლე ხო აქ არიან? ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას 10 დღეში მილიონერის სტატუსით ასრულებს. მისი ოჯახის უძრავი ქონებითა და ხელფასიდან მიღებული ანაზღაურებით დეკლარაციის მიხედვით კიდევ ერთი 124 კვადრატული თბილისის პრესტიჟულ უბანში თავაზის მეუღლეს თეა წოწენიძეს ეკუთვნის. 2019 წელს შეიძინეს და 150,000 დოლარი გადაიხადეს. საიდან გახდა მილიონერი და დააგროვა ქონება მოსამართლე ზაზა თავაძემ დღეს პასუხი არ გაუწია, მაგრამ იგივე შეკითხვაზე გასულ წელს ყველაფერი მეუღლის მდიდარ მამას დაუკავშირა. კალბატონი ხათუნა, არ ნახეთ ჩემი მეუღლის ანგარიშები? თქვენი მეუღლის ანგარიშები რომ ნახე, იმიტომ გისვობთ ამ შეკითხვას ბატონ ზაზა. მეგონა რომ ამას არ მიპასუხებდით, იმიტომ თქვენი მეუღლის ანგარიშებზე გითხრათ რამდენი თანხა იყო და რამდენი დარჩა? წინა წელთან შედარებით მხოლოდ 26,000 დოლარი მოაკლდა. 72,000-ია ლარებში. მაინც ვერ ფარავს. კიდე გჭირდება დაახლოებით 250,000 ლარი. კალბატონი ხათუნა. თქვენ რა კურსით ანგარიშებთ ხალბატონო ხათუნა? იმ კურსით. საშეღავათო კურსით, ბატონი ზაზასთვის საშეღავათო კურსით ვიანგარიშე. უკვე აშენებულია დოკუმენტების მიხედვით დიღომში ამ ფეშენებელური თეთრი სახლისა და მიწის ნაკვეთის 100%-ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველი ფლობს. დალი მეტრეველის კუთვნილი ტერიტორია რომელსაც მე მოქმედი შესაძლებლობა მევაშე. ადგილზე მისულებს დალი მეტრეველის სიძე დაგხვდა. ამტკიცებს, რომ სახლი მოსამართლეს არ ეკუთვნის და მეტრეველმა მიწის ნაკვეთი მინდობილობით უკვე დიშვილს გადაუფორმა. უფრო მეტის გარკვევა, რომ მოვინდომეთ თუ რამდენ სიხდის მოსამართლის ოჯახი ფეშენებელური სახლის აშენებისთვის დავით ჯუღელი გაგვიბრაზდა. რამდენი ხანია ამ საცხოვრებელ სახლს აშენებთ? 2012 წლიდან. კი ბატონო. და რამდენი ვარი დაგიჭდათ ამ სახლის მშენებლობა? კარგად ბრძანდებოდეთ. დაახლოებით რამდენი ვარია საუბარი? კარგად ბრძანდებოდეთ. 10 ვარზე. დასაკეთებელი მაქვს რაღაც მანქანა დაგიზიანდებათ. არა, უბრალოდ მომიხარ დაახლოებით რამდენი ვარი დაგიჭდათ ამ 10 ვარი. კი, მაგრამ ეს ხომ არ არის 10 ვარიანი. მოსამართლეებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი ლისისთვის დასავლეთით სოფელ თხინვალას მიწებია. იქ მიწის ნაკვეთებს მოსამართლეები ძმები ბესიკ და ვალერიან ბუგიანიშვილები, გიორგი ებანოიძე, ალექსანდრე იაშვილი და თამარ ალანია ფლობენ. 1500 კვადრატულიდან 33%-ის ფლობელია მოსამართლე ნინო მამულაშვილის მეუღლე, ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი. მე 2 წელია თუ გადმოვედი და ჩონჩხიებს. ანუ 2 წელია ეს სახლი ასე დგას, ხო? არავინ არ მოსწოვა? თხინვალაში ეს სახლის კარკასი მოსამართლე გიორგი ებანოიძისა, თუმცა მშენებლობა უკვე 2 წელია შეჩერებულია. სამაგიეროდ მშენებლობაზე ნებართვას ითხოვს მის მეზობლად მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ვალერიან ბუგიანიშვილი. ბუგიანიშვილი მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას საქმის მოსამართლეა. თხინვალაში აქვს მიწის ნაკვეთიც 20 ივნისის საქმის კიდევ ერთ მოსამართლე ალექსანდრე იაშვილს. კითხავები კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ ჩდება, როდესაც ქვეყანად აქვთ ხელფასი, გასაგებია მაღალი, მაგრამ არც ისე მაღალი, რომ გამდიდრდნენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილისთვის მოსამართლეების ქონებრივი მდგომარეობა არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს.
ამ კითხვას პასუხი, რა თქმა უნდა გაეცეს დეკლარაციით, სწორი პასუხი და ეს პასუხი უნდა იყოს დამაჯერებელი და არა რაღაცა მოგონილი კრედიტებით, მოგონილი ინფორმაციით და იმით რომ დავუშვათ ვიღაცას მშობელ მაჩუქაფული ან ნათესავმა და ასე შემდეგ. ამ კითხვების პასუხი დამაჯერებლად გასცენ მოსამართლეებმა და საზოგადოებას არ გაუჩინონ ეჭვები, ხომ არ არის კორუფცია სასამართლო სისტემაში. სამსართულიან სახლს იშენებს მოსამართლე ლელა შკუბულიანიც. სოფელ შინდისში საძირკველი უკვე არსებობს. მშენებლობა მიდის და დასრულების შემდეგ პროექტის მიხედვით ეს ბეტონის კონსტრუქცია. ასეთი საცხოვრებელი სახლი გამოვა. მოსამართლეების ქონებრივი დეკლარაციები და მათი ფინანსური მდგომარეობა პრესაჯის დამფუძნებელმა შეისწავლა. ბიძინა ივანიშვილი ფულის სანაცვლოდ, მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, სახლების სანაცვლოდ ამ მოსამართლეებს აიძულებს მიიღოს უკანონო უსამართლო გადაწყვეტილება, პოლიტიკური მოტივით ადამიანები გაუშვან ციხეში და 20 ივნისის აქციის მონაწილეები გაუშვან ციხეში და სამაგიეროდ მიიღონ აგარაკები, მიწის ნაკვეთები, ასეთი ძვირადღირებული სახლები. კორუფცია ყვავის სასამართლოში და თურმე ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ მოსამართლეები არიან გადაქცეული რეჟიმის მონებად. ეს პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში დადანაშაულებული მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილია. გასული წლის ნოემბრის აქციების დროს სამოქალაქო აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალ დამრღვევებად ცნოდა ისინი ციხეში გაუშვა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით მოსამართლე ფილიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მოსამართლეა. თუმცა გავარკვიეთ, დეკლარაციაში არასწორი მონაცემები აქვს შეტანილი. საჯარო რეესტრის მონაცემებს თუ გავყვებით, ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე მშენებარეთ სათამჯენში 26-ე სართულზე 3 ბინა აქვს შეძენილი. სწორედ იმ პერიოდიდან, როდესაც ის მოსამართლე გახდა. ახლა ბინების ჩაბარებას 2021 წლის ნოემბერში ელოდება. გასავრილი ადამიანის კონტროლი არის ადვილი. მოსამართლეებს საკუთარი კორუფციის ინტერესის აყვავებისთვის, საკუთარი გამდიდრებისთვის აქვთ მიცემული თავისუფლება, მაგრამ ამის ფასი არის მორჩილება. ანუ შენ როგორც ერთი ინდივიდუალური მოსამართლე, თუ გაატარებ კლანის ინტერესებს, მოგცემენ საშუალებას ცოტა ფული გააკეთო, რო თქვა ხალხურად. იუსტიციის არამოსამართლე წევრებს ყველაზე მეტად ისაშინებთ, რომ გამდიდრებული მოსამართლეები ისედაც კონტროლირებად სასამართლო სისტემას ნდობას სრულად უკარგავენ და რომ მთავარი სიმბოლო თვალებახვეული თემი და აქ მხოლოდ უბრალო ძეგლად კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება. და ახლა ერთ კონკრეტულ სასამართლო პროცესზე საუბრით უნდა გავაგრძელოთ. მერვე თვეა გიორგი რურუა ციხეში ზის იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით. იარაღისა, რომელიც არც ბრალდებულს და არც მის გარემოცვას თვალით არ უნახავთ. საქმე რომ პოლიტიკური მოტივებითაა შეკერილი, ამაზე ბევრი გარემოება მიუთითებს და ამაზე დასავლეთშიც უკვე ღიად საუბრობენ. მაგრამ ძიების მერვე თავზე ირკვევა, რომ ამ საქმეში იარაღთან ერთად ჩადებულია მთავარი გამომძიებელიც. გიორგი რურუამ სასამართლოს დარბაზში პირველად ნახა ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა მისი აყვანის ოპერაციას და ხელს აწერს ჩხრეკის ოქნზე. უნდა ითქვას, რომ ეს ადამიანი ჩვენებები, რომელიც ამ პოლიციელმა მისცა, წინააღმდეგობრივია და ჩვენებებს თუ კი გავყვებით, გამოდის, რომ ეს ადამიანი დაკავების დროს შემთხვევის ადგილზე უბრალოდ არ ყოფილა. ეს გამომძიებელი გიგა დარსაველიძეა, პოლიციელი, რომელმაც საქმის მასალების მიხედვით გიორგი რურუას ჩხრეკისა და დაკავების ოქმები შეადგინა. წესით 18 ნოემბერს ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო, თუმცა რურუა ამტკიცებს, რომ დარსაველიძე იქ არ ყოფილა. შესაბამისად, არც რაიმე ოქმი შეუდგენია და საერთოდ, საიდან გაჩნდა ამ სისხლის სამართლის საქმეში ეს პირი გაუგებარია. გასაგებია მხოლოდ სახელმწიფო ბრალდებისთვის. გამოიკვეთა ის, რაც ჩვენთვისაც კი მოულოდნელი იყო, კერძოდ აღმოჩნდა, რომ არა თუ იარაღი, არამედ გამომძიებელიც კი არ უნახავს გიორგი რურუას თვალით. ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა და სასამართლოს ვთხოვეთ, რომ მოგვეპოვებინა ინფორმაცია სატელეფონო მომსახურების ანძების თაობაზე, რათა უთხოვარად დადგენილიყო, სად იმყოფებოდა გიორგი რურუას დაკავების დროს გამომძიებელი გიგა დარსაველიძე, მაგრამ სამწუხაროდ სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
თუ ვინმეს გიორგი რურუასი არ სჯერა და ჰგონია, რომ პირადი მიზნების გამო არ ახსოვს დაკავების დროს გიგა დარსაბელიძის იქ-ყოფნა, მაშინ შეუძლია შმაგი ასანიძეს დაუჯეროს. რურუას მძღოლიც, რომელიც დაკავების დროს მასთან ერთად იყო, ამტკიცებს, რომ დარსაბელიძე იქ არ უნახავს, რომ ენახა დაამახსოვრდებოდა. სხვა ყველა იმ პოლიციელის ამოცნობა შეუძლია, ვინც მათი მანქანა გააჩერა და ვინც რურუას დაკავებაში მონაწილეობდა. გადმოიყვანეს ბატონი გიორგი რურუა მანქანიდან, წაიყვანეს თავიანთ მანქანაში და ჩასვეს და მის მერე მე არ მინახავს იმ ადგილას. თუ დაინახეთ ის პოლიციელები, რომლებიც იქ მოძრაობდნენ, ანუ თუ იცნობთ სახელს რამდენიმე მათგანს მაინც? რამდენიმე მათგანსაც ვიცნობ და დავინახე რამდენიმე მათგანი ვიცნობ დღესაც რო შევხედო სახეზე. გიგა დარსაბელიძე ვიცი, ვინც არის ტელევიზიიდან გავიგე, მაგრამ იქ არ მინახავს საერთოდ გიგა დარსაბელიძე. არ ყოფილა თქვენაც იქ არ ყოფილა. გამომძიებელი დარსაბელიძე რომ ტყუის ამყარებს მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. მან თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი არასწორად იცის, ან ამბობს რომ არ ახსოვს. ჩვენებაში თქვა რომ მთავარი არხის დამფუძნებლის ავტომობილი სედანის ტიპის საპატრულო პოლიციის მანქანამ გააჩერა, არადა კადრების სხვა სამტკიცებს. ვერც ის თქვა სწორად რურუას გაჩერების დროს, სად იყო შავი ფერის სკოდა, რომელშიც წესით თავად იჯდა. ვერც ის გაიხსენა რა ნივთები ამოუღეს რურუას ჩხრეკის დროს. არადა ირწმუნება, რომ ოქმში ეს ყველაფერი საკუთარი ხელით ჩაწერა. ახსოვს მხოლოდ ის, რომ დაკავებულს იარაღი ჰქონდა. პატრულის ავტომობილი რომელმაც შეაჩერა. უარ გახსოვთ რა ნომერი იყო? არ გახსოვთ. რა მარკის ავტომობილი იყო? პატრულის ავტომობილი საფრთხოს. სედანი იყო თუ ჯიპი იყო? ჩვეულებრივი მანქანა იყო. სედანი, ჯიპი ხო არ იყო? ჩვეულებრივი მანქანა იყო. ჯიპი არ ყოფილა. კითხავზე ჯიპის და ტრანსპორტის ჯიპი არ ყოფილა. შკოდა იყო, შკოდა. გავყვეთ ფაქტებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გიგა დარსაბელიძემ დადგენილება გადაუდებელი ჩხრეკის ჩატარების შესახებ მანამდე შეადგინა, სანამ დადასტურდებოდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ გიორგი რურუას უკანონო იარაღი ჰქონდა და უნდა დაეკავებინათ. ეს შეფასება არ არის. ამას თავად ადასტურებს და თან ამბობს, რომ დადგენილების წერა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამმართველოს უფროსის მოადგილემ პირადად უთხრა, რომ მგონი გიორგი რურუა უნდა გავაჩეროთ და მე მგონი იარაღი უნდა აღმოვუჩინოთო. საგამოძიებო მოქმედებაზე წარხვედით ისე რომ გამოძიება არ იყო დაწყებული? როგორც ჩანს, იმიტომ რომ მე ხესო ჩატარებული კომისია წინასწარ შევავსეო, რა ქვია, საგამოძიებო აგენტი. როდესაც მანქანა შევიდა. მაგრამ საერთოდ ის მოუვიდა მანქანაში. საგამოძიებო კომისია რაბენება შეავსე წინასწარ თუ არის უასაჭრელი იყო მანქანაში მოუვიდა. იდეაში დროის მოგებიდან გამომდინარე. გიორგი რურუას ტანსაცმელზე რკინის მეტალიზაციის კვალი არ დაფიქსირდა. ესეც კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელიც ადვოკატების თქმით მიუთითებს, რომ საქმე გაყალბებულია. ექსპერტმა სასამართლოზე ისიც თქვა, რომ თუ ბრალდებულს იარაღი შარვალში ედო და ტანსაცმელთან მჭიდრო კავშირში იყო, ნაჭერზე მეტალის კვალი აუცილებლად დარჩებოდა. არადა ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ რურუას იარაღი შარვალსა და ტანს შორის აი ამ ადგილას ედო. მეტალიზაციის დაფიქსირება არის დამოკიდებული რამოდენიმე ფაქტორზე. ყველაზე მნიშვნელოვანია ეს არის ხანგრძლივი და მჭიდრო შეხება იარაღისა და ქსოვილის. შეიძლება ბუნებრივი ნაჭერი იყოს, თქვათ, და გარკვეულ პერიოდით იყოს შეხება მასზე, მაგრამ მაინც არ გადაუდის. თუ ეს არის ბუნებრივი ქსოვილი, მაშინ ადვილად გადადის. თუ არის პრიალა ქსოვილი, აი მაგალითად აბრეშუმი, ხო, აბრეშუმზე პრაქტიკულად არ გადადის არანაირად. აბრეშუმის ხო არ იყო ან შარვალი ან მაისური, რომელიც წარმოგედგინათ? აბრეშუმი არც ერთი არ იყო. ატლასი ხო არ იყო? არც ერთი არ იყო ატლასი. იარაღის ზედაპირი ახლა რადგან რამდენადაც მე მახსოვს, არ იყო არაფრით დაფარული, ანუ არაფერი არ შეუშლიდა ხელს, თქვათ, ყვალის გადასვლაზე. არარსებული კავშირი გიორგი რურუასა და უკანონო ასე ვთქვათ საგნებს შორის რაღაცა არარსებული კავშირი რომ შეეთითხნათ, დნმ იყო ერთადერთი საშუალება და იცით რა ქნეს? უბრალოდ რაღაც ნაცხი აიღეს კისრის მიდამოებიდან, ბიოლოგიური მასალა კისრის მიდამოებიდან აიღეს და დაატანეს იარაღზე. რურუა პოლიტიკური პატიმარია. ეს არის აღიარებული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პარტნიორ ქვეყნებშიც. ყველა დარწმუნებულია, რომ ის გისოსებს მიღმა საპროტესტო აქციების მხარდაჭერისა და კრიტიკულ მედიასთან კავშირის გამო გამოკეტეს.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა ძალიან კრიტიკულ დროს ოპოზიციური არხის მხარდაჭერა და მანამდე საოკუპაციო, ანტისაოკუპაციო აქციებში ძალიან აქტიური მონაწილეობა. თავარი არხის დამფუძნებელი 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში 7 თვეა იმ მოტივით ზის, რომ მოწმეებზე ზემოქმედება და ქვეყნიდან წასვლა შეუძლია. ყველა მოწმე პოლიციელია, ქვეყნის საზღვრები კი კორონავირუსის გამო უკვე რამდენიმე თვეა ჩაკეტილია. და ახლა ძალიან საყურადღებო რეპორტაჟი და რეგიონი, რომელიც მთავრობის უყურადღებობის გამო ერთმა კაცმა ჯიბეში ჩაიდო. ჯავახეთში ამბობენ, რომ თავგასულობაში ამჯერად ენზელ მკოიანმა თავის თავსაც კი აჯობა და ახლა უკვე იმ ზღვარზეა, რომ ალბათ თავის თავს სახელმწიფოდ გამოაცხადებს და იტყვის, რომ აქ სახელმწიფო მე ვარო. რეგიონში, რომელსაც ნელ-ნელა ვკარგავთ, საკრებულოს ხდომებიც კი ქართულ ენაზე აღარ ტარდება. მკოიანი ხან იარაღით ქუჩა-ქუჩა დარბის და ამის გამო არისჭება, ხანაც კი იმ ადამიანების ძეგლებს ხსნის, რომლებიც მეზობელ სახელმწიფოში მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობდნენ. სამაგიეროდ თავბრუდამხვევის სისწრაფით მდიდრდებიან ამ ფეოდალის გარემოცვის წევრები, ადამიანი კი, რომელიც 20 წელი პარლამენტის დუმარე წევრი იყო, ახლა ისევ მაჟორიტარად აპირებს კენჭისყრას. Examini zerlin 2020 թվական սակրեբլոյի ყური არ გატყუებთ არც თვალი. საკრებულოს სხდომა სომხურ ენაზე საქართველოში ტარდება. ნინო წმინდელმა ჩინოვნიკებმა გადაწყვიტეს, რომ საჯარო მოსამსახურეებს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება არ აქვთ. სამცხე ჯავახეთში სახელმწიფო ენა თითქმის აღარავინ იცის. საკრებულოს სხდომას სუმბად კიურებიანი უძღვება. სწორედ ის არის საჯარო მოხელე და ნინო წმინდის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც კანონს უხეშად არღვევს. Երրորդը Նինոս Մինդայի մունիցիպալիտეტի քաղաքապետարանի ու կառուցվածքային միավորների հաստիկային ցանկի պաշտոնատար անձը Რატომ ტარდება ნინო წმინდის საკრებულოში სხდომები არა სახელმწიფო ენაზე? ამბის გასარკვევად თვითმმართველ ორგანოს მივაკითხეთ. ყველა კარი დაკეტილი დაგვხვდა. გვითხრეს, რომ მთავარი კანონდამრღვევი მივლინებაში იყო. საჯარო მოხელეები კი შენობაში მთავარი არხის კამერას სავარაუდოდ იმიტომ ემალებოდნენ, რომ კითხვაზე ქართულად არ ეპასუხათ. ერთადერთი ვინც შენობაში სახელმწიფო ენაზე საუბრობდა, ნინო წმინდის მერი იყო. ყველა ენაზე ატარებ. მე ქართულ ენაზე ქართველი ვარ და ქართულად ვსაუბრობ. Английский я понимаю, чуть-чуть разговариваю. В основном я армянский. Пасухать машин картулат. Как? Картулат. Это так важно, чтобы я четко должен иметь по-грузински язык, грузинский язык. Сколько знаю, столько говорю. Картулицы? Ара. კითხვებზე პასუხის მისაღებად საკრებულოს თავმჯდომარეს სახლში მივაკითხეთ. სუმბად კიურაღიანი არ დაგხვდა. ოჯახის წევრები კი მთავარი არხის გამოჩენამ იმდენად გააღიზიანა, რომ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. Несмей, дорогой мой. Иди. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. საკრებულოს თავმჯდომარე, რომლის ხელფასი მხოლოდ 3000 ლარია, დიდ ქონებას ფლობს. საკუთარი ტბისპირა სასახლეა. სუმბად კიურაღიანის ოჯახი, მშობლები და მათთან დაკავშირებული კომპანიები ჯამში 440 ჰექტარ მიწას ფლობენ. მათ საკუთრებაში არსებული ტერიტორია ორჯერ დიდია, ვიდრე სახელმწიფო მონაკო და ეს ყველაფერი არ არის. კიურაღიანს შთამბეჭდავი ავტოპარკი აქვს. მის საკუთრებაშია 2013 წელს 50000 დოლარად შეძენილი G-კლასის მერსედესი. უახლესი მერსედეს E-კლასი, Nissan Navara. ის რაც თვალით არ ჩანს წერია დეკლარაციაში. საკრებულოს თავმჯდომარე 7000 ლარად შეძენილ Ford Transit-სა და 23000 ლარად შეძენილ Hyundai Veloster-ის ტიპის ავტომობილებსაც ფლობს. ფარველობა არ იქნება, ეს დაჯგუფებაც ალბათ არ იქნება. საკრებულოს თავმჯდომარეც უკანონოდ მოპოვებული სომხური პასპორტიც აქვს. დოკუმენტით ირკვევა, რომ კიურაღიანს დაბადების მოწმობის ჩანაწერები გაყალბებული, სახელი და დაბადების თარიღი კი შეცვლილი აქვს. ეს 2005 წლის საბჭოთა კავშირის დროინდელი სიმბოლიკის პასპორტია, რომლითაც მან სომხეთის რესპუბლიკას მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით მიმართა. ეს კი მისი მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტია. სად არის ხა არის აქ ბატონის სუმბატი? ბოდიში რა. ნინო წმინდაში საკრებულოს თავმჯდომარე შავი საქმეებით იცნობენ. სუმბად კიურაღიანი ენზელ მკოიანის დაჯგუფების ერთ-ერთ წევრად მოიაზრება. ქართული ოცნების დეპუტატი სწორედ მისი დახმარებით იშორებს ყველას, ვინც რეგიონში მის წინააღმდეგ მიდის. თუ არ წახვალ მე რაღაცას გაგიჩარიჩებთ. ხო იცი რომ ბატონ ენზელას ვერავინ დავდგება მხარისა. ვერაფერს ვერ ეთქვისო.
არ დავწერე განცხადები, ეგრე გავაჩიანურე რამოდენიმე თვე. მე მომიზამნეს მიზეზი, რომ ვითომ ვერ შევასწრო გეგმა. წლების განმავლობაში არ იცვლება ენზელ მკოიანის გავლენები სამცხე ჯავახეთში. ყველა კრიმინალური შემთხვევა სწორედ მის სახელს უკავშირდება. უკანასკნელი ფაქტი მისსავე ბენზინ გასამართ სადგურზე მოხდა. მკოიანის დაჯგუფებამ ორ ახალგაზრდას სასტიკად სცემა. მკოიანმა კი სამართალდამცველებს ჩანაწერეს მხოლოდ ის ნაწილი გადასცა, სადაც რეალური დამნაშავეს ნაცვლად ბენზინ გასამართის სადგურის მენეჯერი ფიგურირებდა. ყველა დანაშაულებრივი ქმედება, უკანონობა და კორუფცია მისი დაუჟელობის ბრალია. კოიანს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ყავს, რომელიც ადამიანებს იტაცებს და ფიზიკურად უსწორდება. ეს მონსტრი ცენტრალურმა მთავრობამ შექმნა. ძალოვან უწყებებში ყველა მის დანაშაულს ხელს აფარებენ. ენზელმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. ახლა უკვე ქუჩაში ისვრის. სამცხე ჯავახეთში ყველა და ყველაფერი ენზელ მკოიანის გავლენის ქვეშ არის. საერთაშორისო გამჭვირვალობამ დათვალა და დაადგინა, რომ 30 იანვრიდან დღემდე ადგილობრივი ფეოდალისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიებმა ბიუჯეტიდან $9 მილიონ მეტი მიიღეს. კოიანის ოჯახმა ბოლო 9 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან $2 მილიონ მეტი მიიღო. დეპუტატის შვილების, ძმისა და ბიძის სამ კომპანიასთან საწვავზე 674 შესყიდვა გაფორმდა. მათ შორის 665 პირდაპირი წესით. ამ სქემის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომაც იცის, თუმცა რეაგირებას მაინც არავინ ახდენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ახდენს რეაგირებას და როგორც ჩანს ეს საქმე მათ შემოდეს თაროზე. ენზელ მკოიანი პარლამენტის 5 მოწვევის წევრია, ანუ თითქმის 20 წელია დეპუტატია და დეკლარაციას ავსებს. თუმცა მის ქონებაში ოფიციალურად მხოლოდ ერთი რამ იცვლება: ახალქალაქის სახლში აბეჯის ჩამონათვალი. ბოლო დეკლარაციაში უკვე გამქრალია ცოლის სამზითვო, ძვირად ღირებული გარნიტურები, მხოლოდ საკუთარ შენაძენ ფელიქს უთითებს. დანარჩენ საკუთრებას უმრავლესობის დეპუტატი სავარაუდოდ მალავს. ამიტომ მისი განუსაზღვრელი შესყიდვები და ბიუჯეტიდან მიღებული თანხა დეპუტატის ოფიციალურ ანგარიშზე ასახული არ არის. დეპუტატი მთავარი არხის კამერასთან არ ჩნდება, თუმცა ტელეფონით ყველაფერს განმარტავს. ბიზნესი არ მაქვს, ჩემი ოჯახი 40 წელია ბიზნეს საქმიანობითაა დაკავებული. ყველაფერი ტენდერის სრული დაცვით ხდება, თუმცა თქვენ მაინც ტყუი ხართ. ამბობთ, რომ იანვრის შემდეგ $9 მილიონი შემოსავალი მქონდა. როგორ ფიქრობთ, კომპანია, სადაც 300 ადამიანი მუშაობს, არ აქვს უფლება შემოსავალი ჰქონდეს, თუმცა არ შეესაბამება სიმართლეს. ადამიანებს ტალახს ესვრით და აიძულებთ, რომ არ იმუშაონ. ენზელ მკოიანის შავ საქმეებზე კარგად იციან რეგიონშიც, თუმცა ყველა, ვინც მისი დაჯგუფების წინააღმდეგ მიდის, მკაცრად ისჯება. ამიტომ ადგილობრივებს ქართული არ ესმით, ან არ უნდათ გაიგონ. ისინი, ვინც სახელმწიფო ენას ფლობენ, ამბობენ, რომ რეგიონში მკოიანის ძალაუფლება განუსაზღვრელია. რასაც რო ითქმის, თქვენზე მეც გააკეთებს. სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევის, კრიმინალური შემთხვევების, კორუფციისა და რეგიონში არსებული პრობლემების მიუხედავად, ენზელ მკოიანის ქართული ოცნების სიაში ნახვის ალბათობა ისევ დიდია. უცვლელი მაჟორიტარის გუნდში დასატოვებლად სახელმწიფო ენის არ ცოდნა ბარიერი არ არის. მმართველ გუნდს არც მკოიანის შავი საქმეები აწუხებს, თუმცა მთავარი არხის შეკითხვები ყოველთვის აღიზიანებს. ცალკე არ გეწერებით. 2020 წლის საარჩევნო სიაში ენზელ მკოიანი. ცალკე არ გეწერებით. გადადით, არა, წესი არის წესი, გადაბრძანდით, სადაც ყველა ჟურნალისტი დგას, გადაბრძანდით. და მდიდრდებიან კიდევ ერთი რეგიონის ფეოდალები. აჭარაში ადგილობრივი ჩინოვნიკები ბიუჯეტიდან მილიონებს იღებენ, ვითომ საქმეს აკეთებენ, რეალურად ფულს ჯიბეში იდებენ და ხალხი ამ დროს პირდაპირი მნიშვნელობით კანალიზაციაში იხრჩობა. ცხადია, ეს ყველაფერი კარგად იციან თბილისშიც, ცენტრალურ ხელისუფლებაშიც, მაგრამ დანაშაულს, რომელიც ზედაპირზე დევს, არავინ იძიებს და ყურადღებასაც არავინ აქცევს. ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმის გამო, რომ ხელი ხელს ბანს. აჭარის მაღალმთიანეთში მოსახლეობა COVID ეპიდემიას იღბალით გადაურჩა. დისტანციას იცავდნენ, მაგრამ ჯანდაცვის რეკომენდაციები უწყლობა მხოლოდ ფარატინა ფურცელზე დატოვა. ისეთივე ქაღალდზე, რომელზეც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მმართველები საბიუჯეტო თანხით მილიონობით ლარის ხელშეკრულებას აფორმებდნენ. ახლა წყალი ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს, თუმცა აჭარლების ოცნება წყალმაც ვერ წაიღო და ის ჯერ ისევ აუხდენელ ოცნებად დარჩა. ერთადერთი იმედი ახლა წვიმაა, რომელიც აჭარაში ახლა ხან არის, ხან არა.
ხელვაჩაურის პირველი სოფელი, სადაც უწყლობას ებრძვიან, ახალშენია. დაპირება მუნიციპალიტეტის მერს, რომ ტყუილში არ ჩათვლოდა, ბიუჯეტის თანხა დაითვალა და წყლის სისტემის ასაშენებლად 1.400.000 ლარზე მეტი გაიმეტა. ჯუმბერ ვარდმანიძემ ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან გააფორმა, თუმცა სამუშაოები ისე დასრულდა, რომ სოფელში წყალი მხოლოდ წვიმის დროს არის. ისიც ტალახიანი, გაუფილტრავი და სასმელად უვარგისი. სიცხეში კი მოსახლეობისთვის წყალი მხოლოდ ზღვაა. როდესაც არ არის წვიმა და კარგია, მაშინ კი ბატონო დასალებათა შეიძლება, მაგრამ როდესაც წვიმს, ეს იმას ნიშნავს, რომ კრანი არ უნდა მოუშვას. ან საერთოდ უნდა დაკეტო, ისეთი ჭუჭკი მოდის. ბიუჯეტის თანხით 100 ტონაზე მეტი ტევადობის რეზერვუარი სოფლის ყველაზე მაღალ ადგილზე აშენდა, იმ იმედით, რომ დაგროვებული წყალი მარტივად გადანაწილდებოდა უბნებზე. თუმცა სათავე ნაგებობები დღემდე ცარიელია. ხელვაჩაურის მერმა პროექტი ისე ჩაიბარა, რომ მისი შემოწმება არც უფიქრია. დახარჯული მილიონები პრობლემა მაშინ გახდა, როდესაც უწყლობით შეწუხებულმა მოსახლეობამ ვარდმანიძეს მიმართა. მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. ტურისტული სეზონია, თქვენ თვითონაც აღნიშნეთ, ტურისტები ფაქტობრივად შეხვდებიან, უწყლოდ მთელი ახალ სოფელს უნდა მიწოდებულიყო ეს წყალი, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. რეალურად არაფერი არ გაკეთებულა, რომ დაპირება იყო ისეთი, რომ ახალ სოფელის წყალი თითქმის არავის არ უნდა ქონოდა. როგორც ჩანს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წყალი ყველაზე კარგად ათეთრებს ფულს. მტირა და ყოროლის თავის წყალსადენის მშენებლობისთვის სამუშაოები წელიწადი გრძელდებოდა. პროექტი რომ სასარგებლო ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ბიუჯეტიდან ფული არ დაინანეს. 5 მილიონი ლარით 3 რეზერვუარი ააშენეს. წყალი კი ამ რეზერვუარებში დღემდე არ ჩასულა. ხალხის ფული ამჯერად წყალმა წაიღო. სოფელი კი მშრალზე დარჩა. გასაფილტრი არ გაკეთდა ისე, რომ გაეფილტრა წყალი. აგი გააკეთეს მაგ შედეგზე, რომ მაგრამ და მაღლას ისეთი აკეთებდი ასეთი. და უშედეგოდ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მათემატიკა მხოლოდ ფულის თვლისას იციან, მილები კი ვერ გაზომეს. სოფელ განახლებაში წყალი 1200 მეტრის სიმაღლეზე უნდა ასულიყო. მილები სათავე ნაგებობიდან აიყვანეს და 100 ოჯახი წყალს ღია ონკანებიდან ელოდებოდა. ლოდინი იმდენად დიდხანს გაგრძელდა, რომ მიხვდნენ, ხელისუფლების საოცნებო დაპირება ზღაპრის ნაწილი იყო. წყლის სისტემაში დახარჯული 1 მილიონი ლარით დადგმული ნაგებობა კი ახლა უპატრონოდ ნადგურდება. წყალსაქაჩს ძრავი არ დაუყენეს. გააკეთეს, მათ რო კითხო და ჩართეს წყალი. რო ვერავიდა წყალი, უკანო დააწვა მისი ძალე წყალმა საწევიდეს. და გენი დააქანა ორი ესენი არის გაკეთებული. ასე აკეთებენ ყველაფერს. იძახიან, მაგარია. მიდი მოვდივარ, ხელი მოხწე და კრანები დაყენებული. ხელვაჩაურის სოფლებში ადგილობრივმა მერიამ 15 მილიონამდე ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების მოსაწყობად დახარჯა. უწყლობით შეწუხებულ ადგილობრივებს, რომ პროტესტი არ გამოეთქვათ, ჯუმბერ ვარდმანიძემ მათი გართობა გადაწყვიტა. სოფელ ახალშენში ისტორიული კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის სამეტაპიანი პროექტი მოამზადა. პირველ-მეორე ნაწილში 1.200.000 ლარი დაიხარჯა. აღმოჩნდა, რომ თანხა საკმარისი არ არის და ისედაც გაჭირვებულმა მოსახლეობამ საკუთარი ჯიბიდან 18.000 ლარზე მეტი შეაგროვა. ეს ფულიც პროექტთან ერთად მერია საჩუქა და უკვე 2 წელია ახალშენის კულტურის სახლი მაინც დაკეტილია. განახლებულ დარბაზში ისევ წყალი ჩასდით. დაახლოებით 15-18.000 ლარი შეგროვდა. გასაოცარი ამბავი მოხდა. ესე ვრეკავ, რომ კულტურის სახლის აღდგენისათვის საჭიროა თანხა. დღეს თანხები ყველას უჭირთ. მეორე დღეს მე მქონდა. საჩუქრის სახით გადავეცით გამოგებებას 1919 წლის ივნისში 6 იყო თუ 16 აღარ მახსოვს. ჩუქების აქტი გავაფორმე, თითი არ დაუკარებია. ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაციას ხელვაჩაურის მერიაში ყველაზე მეტად ჩქარობდნენ. ტემპს რეაბილიტაციის მესამე ეტაპზე კიდევ უფრო მოუმატეს. თუმცა შენობის ისტორიული სიმდიდრე არ გაითვალისწინეს. მოზაიკით მოპირკეთებული ისტორიული ზედაპირი ფერადი კირით გადაღებეს, თუმცა შენობას ახალი მარგალიტი შემატეს. ჩვენ ახლა სოფელ ახალშენის კულტურის სახლში ვიმყოფებით. აქ წესით აქტიური ცხოვრება უნდა მიდიოდეს, კონცერტები, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და ასე შემდეგ. თუმცა აქ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბევრი იფიქრა, რამდენი დაეხარჯა ამ შენობის რეაბილიტაციისთვის. დაახლოებით 1.200.000 ლარი დახარჯა, შენობას კიბე გაუკეთა, თუმცა ამ კიბის ბოლოს კარი არ ჩანს. ხალხის მილიონები სხვადასხვა პროექტებში უნდა გადანაწილებულიყო. თანხა გადაინაწილეს, თუმცა არც ერთი პროექტი ბოლომდე დასრულებული არ არის. რაც გააკეთეს, ან უკვე გაფუჭებულია, ან ძველზე უარეს მდგომარეობაშია. მოსახლეობა ამბობს, რომ ხელვაჩაურის მთავრობა კორუფციის ჭაობში ყოველდღიურად იფლობა.
მოვიდნენ მთავრობამ, გააკეთეს, მაგრამ არასდროს გააკეთეს, ტუალეტის იგი გადის, გვებნევიან, გავაკეთეთ, არაფერს არ აკეთებენ. სუნი არის, ბაღლები ვერ გამოგვიშვიან გარეთ, იხჩობიან. საგამოუშვა, უნდა ითამაშონ ბაღლებმა. ასე მიმოწარწალებული ვართ აქ. ხახმა გზარი მისცა. აგერ შიგნიდან ასე ამოდენა თითქმის სანტიმეტრამდე. იქეთ კედლები დაბზარულია. ანუ ეს რეზერვუარი რაც გაკეთდა, იმის შემდეგ გაკეთდა. იმის შემდეგ. როცა ის რეზერვუარი ცარიელია, მაშინ წყლები არ გამოდის. 13 მილიონ 100,000 ლარი მხოლოდ ხელვაჩაურის მერიამ მხოლოდ სასმელი წყლის პროექტში დახარჯა. ყველაფერი კი ახლა ისევ თავიდან გასაკეთებელია. ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ჯუმბერ ვარდმანიძის მთავრობა კორუფციული სქემით მუშაობს. ივანიშვილი რიჟვაძის კლანი ბათუმის საზღვრებს ცდება და ხელვაჩაურის სოფლებშიც აღწევს. კონკრეტულ ობიექტზე მივყოფებით, სადაც მილიონამდე ლარი დაიხარჯა, თუმცა ბავშვებს დღესაც აწვიმს. ეს კონკრეტული ობიექტი სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხდა, სადაც კონკრეტულად წერია, რომ კორუფციული გარიგებებით მოხდა მიღება, ჩაბარება და ამას რო თავი დავანებოთ, წყლის სისტემებზე არის 15 მილიონზე მეტი დახარჯული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სადაც შედეგი არ დამდგარა არსად და კორუფციული გარიგებებით მოხდა, ესეც სახელმწიფო დასკვნაში არის აღნიშნული და უამრავი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, რომლებიცაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს, მოხდა მხოლოდ ერთეულების ინტერესებით მიღება ჩაბარებები და ამით იშოვას მაღალ ჩინოსნებმა თანხა. წინ დიდი ტურისტული სეზონია. აჭარის მაღალმთიანეთში კი მოსახლეობა ჯერ ისევ იმას ფიქრობს, როგორ მოიმარაგონ საკუთარი ძალებით წყალი, რომ დამსვენებელი კმაყოფილი დარჩეს. ეჭვი აქვთ, რომ ერთი მისვლა ხელვაჩაურის მერიასთან ისევ მოუწევთ, თუმცა დახმარების სათხოვნელად აღარ. ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურად ილახება და ირღვევა ადამიანის უფლებები, ალბათ მეორე რიგში ინაცვლებს ცხოველთა უფლებების დაცვა. მაგრამ იმედია, რომ ყველა თანხმდებით არ შეიძლება ცოცხალი არსება აწამო ან მოკლა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს შენ სიამოვნებას გაყენებს და ისინი უნდა დაიცვა და მათზე უნდა იზრუნო. ამ მიმართულებით რამდენიმე წლის წინ ქართულმა ოცნებამ რეფორმა დაიწყო და დაწერა კანონი, რომელსაც წესით ეს პრობლემა უნდა მოეგვარებინა. თუმცა აღმოჩნდა, რომ კანონი ამ პრობლემას არათუ აგვარებს, არამედ სრულიად სხვა განზომილების უფრო დიდ პრობლემას ქმნის და ქმნის ძალიან ნოყიერ ნიადაგს კორუფციისთვის. ანუ 20 მილიონ ლარს ურიგებს ხელფასების სახით ადამიანებს, რომლებიც უმეტესწილად სწორედ ქართული ოცნების პარტ-აქტივს წარმოადგენენ. შემზარავი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აგლეჯინებს მოზარდი დაბმულ ძაღლს საკუთარ ნაგას, ცხოველების წამების წინააღმდეგ ახალი კამპანიის დაწყების საბაბად იქცა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია. ბავშვი სავარაუდოდ არ დაისჯება. დაჯერიმდებიან მხოლოდ მშობლები 100-დან 300 ლარამდე თანხით, იმის მიხედვით, რას გადაწყვეტენ ძალოვნები. ეს ერთადერთი ფაქტი არ არის, სადაც სასტიკი მოპყრობა ჩანს. ვიდეოებს ხშირად თავად ამ ძალადობის ავტორები იღებენ და სოციალურ ქსელშიც ტვირთავენ. ზოგჯერ კი ის ადამიანები, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ წამების ფაქტებს. მოძალადეების დასჯა თითქოს პრობლემა არ უნდა იყოს. თბილისის მერიის ინიციატივით ზუსტად 1 წლის წინ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. სასჯელის ზომები გამკაცრდა. ცვლილებას იურიდიული ხარვეზები უნდა გამოესწორებინა. მე ამ კანონით დასჯილი მოძალადე არ მინახავს. და კიდევ ის, რომ ჩვენმა სახელმწიფომ და სტრუქტურებმა ზარზეიმით მიიღეს ვითომ გამკაცრებული კანონი, იყო ბუტაფორია. მაშინ სად არის ამ კანონით დასჯილი მოძალადე? ცხოველთა უფლების დამცველები საუბრობენ, რომ 1 წლის წინ დაპირებული კანონის გამკაცრება ისევ ცარიელი სიტყვებია და სამართალდამცავები საერთოდ არ რეაგირებენ მსგავს ფაქტებზე. ახლა საქართველოში ცხოველების წამებას არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლი, რომელიც ფაქტიურად მხოლოდ ქაღალდზე წერია და მისი აღსრულება არ ხდება. 2010 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე სულ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 8 შემთხვევაში. სასამართლომდე კი 5 საქმე მივიდა. გასულ წელს სასამართლომ მხოლოდ 4 საქმე განიხილა. აქედან 2 სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, 2 პირს კი 40 და 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. ამ კანონით დასჯილი ადამიანი ციხით მით უმეტეს, თუნდაც ის 1 წელი რაც წერია, საერთოდ არ ყოფილა ეგეთი შემთხვევა, რომ ვინმე დასჯილიყოს. არა და ძალიან ბევრი სისასტიკე ხდება ყოველწლიურად. საშინლად აწამებენ და კლავენ ამ ძაღლებს.
სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლის გარდა არ არსებობს არანაირი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ცხოველების ურთიერთობის საკითხს, მათ მოშინაურება გამრავლების, მოვლაპატრონობის თემებს დაარეგულირებდა. ასეთი კანონპროექტის შემუშავებაზე პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა რამდენიმე არასამთავრობოს წარმომადგენელთან ერთად დაიწყო მუშაობა, მაგრამ 2 წლის შემდეგ ისეთი პროექტი შექმნეს, რომ 10 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წლებია ამ საქმეს ემსახურება, მის წინააღმდეგ წავიდა. ცხოველების მეპატრონები სულად კომიკური სახეც კი მიიღო, ესე იგი ძაღლის ყეფის გამო უნდა დაეჯარიმებიათ მეპატრონები. ან თუ ძაღლი დაიყეფებდა, ესე პირდაპირ ესე ეწერათ, ხმაურს თუ გამოიწვევდა ძაღლი, ცხოველი, რომელიც ყავს შეფარებული თუნდაც ქუჩიდან, ან თუნდაც ნაყიდი ყავს, არა აქვს მნიშვნელობა, გამოიწვევდა მოქალაქის დაჯარიმებას 50 ლარი. არასამთავრობოები ღიად აცხადებენ, რომ კანონის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩარეული უცხო პირები, რომლებმაც ეს კანონი ისე შემოატრიალეს, რომ ის დიდი ფულის შოვნის წყარო გამხდარიყო. კონკრეტულად გულისხმობ თბილისის მერიის ცხოველთა თავშესაფარს, აი მათთან დაკავშირებული პირების მიერ ხდებოდა, ასე ვთქვათ, მათთვის საინტერესო და საუკეთესო ვარიანტის განხილვა. თემურ წიქორიძე საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების დამფუძნებელია და უკვე 17 წელია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. ის ამბობს, რომ ახალ კანონ პროექტზე მთავრობასთან დაახლოებული პირები მუშაობდნენ და ის მილიონების შოვნის წყარო დაქვთ ქცეული. ამბობს, რომ ამის საშუალებას არავის მისცემს. ეს კანონ პროექტი არის, როგორ გავაკეთოთ ცხოველებში სახელმწიფო ფული. მეტი აქ არაფერი არ არის. ამ მილიონებში მოყალატდებიან სახელმწიფო чиновникები რა, რომლებიც მოიყვანებენ სამსახურებში თავიანთ ბიძაშვილებს, მეგობრებს, მაკაცებს და ასე შემდეგ და არიგებენ ძალიან კარგ ხელფასებს და ისინი იქნებიან ნებისმიერი ხელისუფლების მისგან მართველი როლი. არასამთავრობოების შიში, რომ ამდენი ფულითა და არანაირი კონტროლით 9 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაბნეული თავშესაფრები გახდება არა ცხოველთა მოყვარული ხალხის საქმე, არამედ თანამდებობის პირების ახლობლებისათვის მაღალი ხელფასებით დასაქმების ადგილი შესაძლოა სულაც არ არის ასრს მოკლებული. მაგალითი უკვე გვაქვს მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორი ზურაბ ლატარია, რომელიც 2 წლის წინ სკანდალურ ვიდეოს გადაჰყვა. ისევ თანამდებობაზეა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა თავშესაფარში დახოცილი და ნაწამები ძაღლები, როგორ ჰყავდათ ვოლიერებში, ჯანმრთელ ცხოველებთან ერთად. ლატარია, ზურაბი, ისევ დირექტორი? ახლა ზურა არის დირექტორი, მაგრამ ჩადარესთან დაკავშირებით ელმა შესაძლებელი არის თანამშრომლებთან. ცხოველების უფლებების დამცველები ერთხმაც საუბრობენ, რომ ქვეყანაში ცხოველების მოვლის მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა. საერთოდ ვერ კონტროლდება ქუჩის ძაღლების პოპულაცია და გამრავლება. ეს ქალაქზე მეტად ეტყობა რეგიონებს, სადაც აღრიცხულიც კი არ არის უპატრონო ძაღლების რაოდენობა და მათი რიცხვი დღითი დღე მატულობს. GSPCA-ის პროექტების მენეჯერი მარიამ შეყილაძე იხსენებს, რომ ორგანიზაციის ხელხაზზე ძალიან ხშირად შემოდის გაოგნებული ტურისტების ზარები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რატომაა ამდენი უპატრონო ძაღლი ქუჩაში. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაიაზროს, ტურისტი როცა ქვეყანას სტუმრობს, მხოლოდ ხინკლით, ყაზბეგით და ხაჭაპურით არ ინტერესდება. მათი პირველადი შთაბეჭდილება ქვეყანაზე ცალსახად იქნება, ასევე ქვეყანას და საზოგადოებას როგორი დამოკიდებულება აქვს ცხოველების მიმართ. ახლა ცხოველთა უფლებადამცველები არჩევნებს ელოდებიან, რომ პარლამენტის ახალმა შემადგენლობამ ისეთი კანონი მიიღოს, რომლითაც ცხოველებისა და ადამიანის უფლებებიც თანაბრად იქნება დაცული. მოძალადეები კი სათანადოდ დაიჭებიან. თუ არჩევნების შემდეგ მოვა ნორმალური ხელისუფლება, რომელიც ნორმალური ადამიანებისგან იქნება დაკომპლექტებული, მაშინ უკვე აზრი აქვს პარლამენტთან ურთიერთთანამშრომლობას, ახალი კანონპროექტების შეტანას და ბრძოლას, რომ ეს ცხოველთა თემა მოწესრიგებული იყოს საქართველოში. და ჩემთვის პირადად ყველაზე საინტერესო რეპორტაჟი ბოლოსთვის შემოვინახე. მე კი ახლა გესაუბრებით, მაგრამ ეს შესაძლოა სულაც არ ვიყო მე, არამედ იყოს რაღაც ციფრული ალგორითმი, რომელიც ჩემი სახით, ჩემი ხმით და ჩემი მანერებით გესაუბრებათ. თუ როგორ ამას უკვე სულ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ მოგიყვებით და გაჩვენებთ იქით. More people are killed by donkeys than die in country.